1626 წლის ზაფხული იდგა, როცა გიორგი სააკაძემ დვალეთი დალაშქრა. ჯერ კიდევ 1612 წელს, სანამ სააკაძეს ლუარსაბ მეორე სიკვდილს გადაუწყვეტდა და დევნილს იძულებულს გახდიდა ირანში გადახვეწილიყო, მას ცხინვალის და დვალეთის მოურავის სახელოც ეჭირა ქართლის სამეფო კარზე თბილისის მოურავობასთან ერთად. შაჰ-აბასის მიერ ლუარსაბ ქართლის მეფის დატყვევების და ამის კვალდაკვალ ქართლში სამეფო ხელისუფლების მოშლილობის გამო დვალები გაანდგნენ. აღარავის ემორჩილებოდნენ, ხოლო თეიმურაზ მეფის და სააკაძის მიერ მარაბდის ომის შემდეგ ქართლში წესრიგის აღსადგენად დაწყებული ბრძოლა დვალეთსაც შეეხო. მოურავმა ომით აიღო დვალეთის ციხეები და ეს მხარე კვლავ ქართლს შემოუმტკიცა. ამ დროს კი ქართული ჯარის პლაცდარმად დაბა ცხინვალი იყო ქცეული და სწორედ იქ იდგნენ ბანაკად თეიმურაზ კახტბატონი და მოურავი გიორგი სააკაძე. მათ შორის თითქოს სრული თანხმობა სუფევდა, მაგრამ ერთ დღეს სააკაძემ მისმა ერთგულმა კაცებმა გააფრთხილეს, შენ წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება და მოკვლას გიპირებენო. მოურავმა ეს ამბავი ქაიხოსრო მუხრან ბატონს და იასექსნის ერისთავს გაანდო, რომლებმაც ის დაამშვიდეს, ჭორი იქნებაო. რამდენიმე დღის შემდეგ გიორგის უკვე დაზუსტებით მოახსენეს თეიმურაზ კახტბატონი ლუარსაბ ქართლის მეფის დაღუპვას შენ გაბრალებს და შენი მოკლა უკვე გადაწყვეტილიაო. ამის შემდეგ მოურავმა მისი თანამებრძოლი და მარაბდის გმირი რუისის ეპისკოპოსი დომენტი ავალიშვილი მიუგზავნა თეიმურაზ მეფეს და ახსნა განმარტება მოითხოვა მისგან. თეიმურაზი ციუარზე დადგა, მსგავსი არაფერი გამივლია გულშიო, მაგრამ დომენტი ეპისკოპოსის პირით სააკაძეს შემოუთვალა, ქვეყანა მიცის რომ შენ ხარ ლუარსაბ მეფის სიკვდილში დამნაშავე, მაგრამ მიუხედავად ამისა მე შენ არაფერს გერჩიო. თეიმურაზ კახტბატონს ხომ ლუარსაბ ქართლის მეფის და ხორეშანი ყავდა, ცოლად და შაჰ-აბასის მიერ მოკლული გვირგვინოსანი ცოლიზმის დაღუპვაში გიორგი სააკაძეს დებდა ბრალს. თითქოს მოურავმა ურჩია შახს, სანამ ლუარსაბ მეფე ცოცხალია და ტყვეობაში ყავს, ქართლი არასდროს დამშვიდდებაო. მეფისგან დაბრუნებული დომენტი ავალიშვილისგან მოტანილი ასეთი პასუხის შემდეგ მოურავი დარწმუნდა, რომ მის წინააღმდეგ მართლაც მზადდებოდა მუხანათობა და იმ დღიდან დაედო სათავე თეიმურაზ კახტბატონს და სააკაძეს შორის განხეთქილებას. ირანში შაჰ-აბასის მიერ ლუარსაბ ქართლის მეფის მოკვდინების საქმეში თეიმურაზისგან მოურავის ასე პირდაპირ დადანაშაულება სინამდვილეში იმის მიმანიშნებელია, რომ მარტყოფ მარაბდის გადამრჩენელი ეპოქის შემდეგ, რომელიც დიდწილად სააკაძის დამსახურება იყო, ქართულ პოლიტიკაში იწყებოდა ახალი ეტაპი. და ეს ახალი ეტაპი გიორგი სააკაძის, როგორც იმ დროის სამხედრო პოლიტიკური ასპარეზის ერთ-ერთ მთავარ ფიგურას ავტომატურად ტოვებდა თამაშგარე მდგომარეობაში. ახლა კი ცივი გონებით შევეცადოთ იმის ახსნას, თუ რა მდგომარეობა იყო შექმნილი იმ 1626 წლის ზაფხულის მიწურულს ქართულ პოლიტასპარეზზე. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მაშინდელი საქართველოს პოლიტიკური დუღილი შეუძლებელია განვიხილოთ ორ იმპერიას, ირანს და ოსმალეთს შორის განახლებული ომის გარეშე, რომელიც 1623 წლიდან 1639 წლამდე გრძელდებოდა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პირდაპირ იყო დაკავშირებული ამ ომთან. ოსმალეთის დიდმა ვეზირმა ჰაფიზ ფაშამ 1625 წელს ისარგებლა იმით, რომ ირანის შაჰი აბას პირველი საქართველოში გიორგი სააკაძის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული აჯანყების ჩახშობით იყო დაკავებული და ყიზილბაშებისგან დაპყრობილ ერაყზე მიიტანა იერიში.
ოსმალების ასეთ გააქტიურებას მაშინ იმან შეუწყო ხელი, რომ შაჰ-აბასს საქართველოში თავისი რეგულარული არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჰყავდა გადასროლილი და ქართველების გააფთრებული წინააღმდეგობის გამო თითქმის 60,000 მეომარი მრავალსახელოვან სარდალთან ერთად გურჯისტანისთვის წარმოებულ ბრძოლებში, მარტყოფში, მარაბდაში და ქარჩოხის სისხლის მღვრელი შეტაკებებისას ამოუწყდა. ამ გარემოებამ კი ირანის პოზიციები მნიშვნელოვნად დაასუსტა ერაყის ფრონტზე. ერაყისთვის გამართულ ბრძოლებში ყიზილბაშები უკან იხევდნენ და ბოლოს ქალაქ ბაღდადში გამაგრებულებს ჰაფიზ-ფაშას არმიამ ალყა შემოარტყა. გურჯისტანში უდიდესი სამხედრო ზარალით მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი შაჰ-აბასი მისი იმპერიისთვის მნიშვნელოვანი ერაყის ტერიტორიის შესანარჩუნებლად არაფერს ზოგავდა და ირანის მთელი ტერიტორიიდან ერეკებოდა სამხედრო ზალებს ბაღდადის შესანარჩუნებლად. შაჰის შეუპოვრობამ შედეგი გამოიღო და 1626 წლის ივლისში ყიზილბაშებმა ოსმალების წინააღმდეგ გააფთრებული კონტრშეტევა განახორციელეს, რამაც ჰაფიზ-ფაშა აიძულა ბაღდადისთვის ალყა მოეხსნა და არმიით ქალაქ მოსულისკენ უკან დაეხია. იმ დროს საქართველოს სამხრეთ ნაწილში მეორე ფრონტი იყო გახსნილი ირან-ოსმალეთს შორის და სამცხის აღმოსავლეთი ნაწილისთვის ბრძოლები მიმდინარეობდა. ქალაქი ახალციხე ხელიდან ხელში გადადიოდა და სწორედ ასეთმა მძიმე გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ აიძულა შაჰ-აბასი დათმობაზე წასულიყო ქართლ-კახეთის საკითხში. არადა სულ რაღაც ერთი წლით ადრე ირანის მბრძანებელი აღმოსავლეთ საქართველოს ამ ორ სამეფოს სულ გაქრობას, ქართველი მოსახლეობის აყრას, ირანში გადასახლებას და ქართლ-კახეთში თურქმანული ტომების ჩასახლებას ცდილობდა. მარტყოფის აჯანყებით, მარაბდის და ქარჩოხის შეუპოვარი ბრძოლებით ქართველებმა აბას პირველს უდიდესი სამხედრო ზარალი მიაყენეს. აიძულეს ის გურჯებთან შერიგების გზები ეძებნა და თავის გეგმებზე ხელი აეღო. 1626 წელს თბილისში, რომელიც შაჰ-აბასისგან ქართლის ვალად, ანუ გუბერნატორად გამწესებული სვიმონ ხანის ხელში იყო, განჯის ბეგლარბეგი დაუთ-ხან უნდილაძე მივიდა და შაჰის დავალებით თეიმურაზ მეფესთან დაკავშირებას შეეცადა. დაუთ-ხანი შაჰთან პირშავად იყო, რადგან 1 წლის წინ აბასის ბრძანებას თავი აარიდა. მარაბდის ველზე გამართულ ბრძოლაში არ მიიღო მონაწილეობა და ირანის ჯარის სარდალ ისა-ხან ყორჩიბაშს მხარში არ ამოუდგა ქართველების წინააღმდეგ. ამიტომ დაუთ-ხანი ბრძანებლის წინაშე მისი დანაშაულის გამოსასწორებლად ენერგიულად ჩაება შაჰ-აბასს და მის დაუძინებელ მტერ თეიმურაზ კახთ-ბატონს შორის შესარიგებელ მოლაპარაკებაში. შაჰ-აბასი სწორად ფიქრობდა, რომ თეიმურაზთან შერიგებით მის წინააღმდეგ მებრძოლ ქართლ-კახეთს დააშოშმინებდა და ოსმალებთან დაწყებულ ომში აღმოსავლეთ საქართველოდან მორიგ მოსალოდნელ დარტყმებს წერტილს დაუსვამდა. დაუთ-ხან უნდილაძე მისი დავალება კარგად შეასრულა, რადგან თეიმურაზ პირველთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად კახთა მეფე შაჰთან შერიგებაზე დაითანხმა. ამ შეთანხმების მიხედვით შაჰ-აბასი თეიმურაზს გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფედ აღიარებდა, მაგრამ ერთი პირობით. თეიმურაზს ყოველგვარი ურთიერთობა უნდა გაეწყვიტა მის გუშინდელ მოკავშირე ოსმალთა სულთანთან. ანუ როგორც არაქელ თავრიზელი წერდა, ოსმალური ხალათი უნდა გაეხადა და ირანული ჩაეცვა. თეიმურაზი შაჰ-აბასის ამ ინიციატივას დაეთანხმა, ხოლო ირანის მბრძანებელმა კახეთის გვირგვინოსანი ორივე სამეფოს, ქართლის და კახეთის ქრისტიან ხელმწიფედ ცნო ირანის წინაშე ვასალობის პირობით. შაჰ-აბასმა თეიმურაზ პირველის გაერთიანებული ქართლ-კახეთის ქრისტიან მეფედ აღიარებით და მისი შემორიგებით ორი კურდღელი დაიჭირა. პირველ რიგში მან ამით მის წინააღმდეგ აჯანყებული აღმოსავლეთ გურჯისტანი შემოირიგა ოსმალეთთან ომის დროს, რითიც ზურგი გაიმაგრა. ხოლო მისი მეორე მიღწევა ასეთი კომპრომისული ნაბიჯით ის იყო, რომ მან მეფე თეიმურაზს და გიორგი სააკაძეს შორის განხეთქილება ჩამოაგდო. ირანის გამწრიახმა მბრძანებელმა კარგად იცოდა, რომ მოურავი მას და თეიმურაზს შორის შერიგებას არაფრით არ შეეგუებოდა
და ის უკვე ზედმეტ ბარგად იქცეოდა თეიმურაზ მეფისთვის. არადა შაჰ-აბასის მთელი ზეობის პერიოდში არ მოიძებნება მის გარემოცვაში მოასპარეზის სხვა ისეთი პიროვნება, რომელსაც გიორგი სააკაძეზე მეტი ტკივილი, სამხედრო თუ მატერიალური ზარალი მიეყენებინა შაჰისთვის. ამიტომ მოურავი ირანის მბრძანებლისთვის ყოვლად მიუღებელ ფიგურად იყო მიჩნეული, ხოლო მისთვის სამაგიეროს გადახდა და განადგურება შაჰ-აბასის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ქართლ-კახეთის მიმართ გადადგმული კომპრომისული ნაბიჯებისას. შაჰ-აბასი და მისი მემკვიდრე შაჰ-სეფი მოგვიანებით არაერთ ისეთ ქართველ დიდებულს შეურიგდნენ, ვინც მარტყოფ მარაბდა ქარჩოხში ყიზილბაშური ჯარების ხოცვა-ჟლეტით ისახელა თავი, მაგრამ არა სააკაძეს, რომელიც იმ დროის ირანში ნომერ პირველ მტრად იყო მიჩნეული. თეიმურაზის და შაჰის შერიგებას კიდევ ერთი მზაკვრობა ახლდა აბასის მხრიდან. შაჰმა კახთ-ბატონი თეიმურაზი გაერთიანებული ქართლ-კახეთის ქრისტიან მეფედ კი აღიარა, მაგრამ თბილისში მაინც დატოვა ქართლის ვალად, ანუ გუბერნატორად მის მიერვე დანიშნული სვიმონ ხანი, რომელიც ქართლის ბაგრატოვანთა სამეფო შტოს წარმომადგენელი იყო. მართალია სვიმონ ხანი ამ დროს სააკაზის შიშით თბილისში იყო გამოკეტილი და ქართლის ვერცერთ მხარეზე ვერ ჰქონდა გავლენა, მაგრამ ის იმ ქართველი დიდებულების იმედს წარმოადგენდა, რომელთა ოჯახის წევრებიც ირანში ასპარეზობდნენ შაჰის ევანებად. დიდი სამხედრო თუ ადმინისტრაციული თანამდებობები ეკავათ და ქართლში დარჩენილ ოჯახის წევრებს პოლიტიკურად და მატერიალურად მფარველობდნენ. თეიმურაზ კახთ-ბატონის გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფედ აღიარებით და სვიმონ ხანის თბილისში გამგებლად დატოვებით შაჰ-აბასმა ფაქტიურად ორ ხელისუფლებიანობა ჩამოაგდო ქართლში. ასეთ ახალ სახელმწიფოებრივ განლაგებაში კი თეიმურაზისთვის გიორგი სააკაძე, რომელიც იმ დროს ქართლს ფაქტობრივად განაგებდა, ზედმეტი აღმოჩნდა და სწორედ ამიტომაც მზადდებოდა მოურავის მოსაშორებლად ის შეთქმულება, რომელიც ცხინვალში შეიტყო სააკაძემ. შაჰ-აბასმა მიზანს მიაღწია. თეიმურაზს და მოურავს შორის ტრობა ჩამოვარდა. მოცემული ეპოქის და მასში მოასპარეზე მოღვაწეების შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში ხშირად დომინირებს მოსაზრება, რომ თითქოს გიორგი სააკაძე ან თეიმურაზ მეფე საქართველოს გასაერთიანებლად და ცენტრალიზებული სახელმწიფოს შესაქმნელად იბრძოდნენ. არადა კარგად თუ დავაკვირდებით იმ დროის საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობას, წარმოუდგენელია ქვეყნის გაერთიანებაზე საუბარი. რომ გადავხედოთ იმ დროინდელი წარმატებული ქრისტიანული ქვეყნების სახელმწიფოებრივ მოწყობებს მე-16-მე-17 საუკუნეების მანძილზე, ეს ქვეყნები მიისწრაფოდნენ აბსოლუტური მონარქიის შექმნისკენ. ეს იყო იმ დროში სახელმწიფოს ცენტრალიზაციის და შესაბამისად ქვეყნის გაძლიერების ერთადერთი ფორმაციული ვარიანტი. მაგრამ ასეთ ქვეყნებს გეოპოლიტიკური მდგომარეობა უწყობდა ხელს საქართველოსგან განსხვავებით, რომელიც ორ მტაცებელ იმპერიას შორის იყო მოქცეული საცილო ტერიტორიად. ყიზილბაშურ შიიტურ ირანს და სუნიტურ ოსმალეთს 1555 წლის ამასიის ზავის მიხედვით საქართველო გავლენის სფეროებად ჰქონდათ გაყოფილი და ისინი მუდამ ცდილობდნენ ქართველი მეფე-მთავრების ერთმანეთისგან გათიშვას. ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხე-საათაბაგოდ დაშლილი საქართველო მომდევნო მე-16-მე-17 საუკუნეების განმავლობაში თანდათან უფრო დაიშალა. იმერეთის სამეფოს გამოეყო გურიის, ოდიშის და აფხაზეთის სამთავროები. თითოეულ ამ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნშიც კი არ იყო სახელმწიფოებრივი ურთიერთობა, რადგან სათავადოებად დაშლილობის სისტემამ მეფე-მთავართა ხელისუფლებად შეზღუდა. აზნაურთა ფენა კი, რომელიც ქვეყნის ცენტრალიზაციის უპირველესი საყრდენი უნდა ყოფილიყო, თავადებს შორის გადანაწილდა. საქართველოში ყველა აზნაურს თავისი თავადის სინიორი ჰყავდა და ის მისი ნების აღმსრულებელი იყო. იყვნენ სამეფო აზნაურებიც, მაგრამ შაჰ-აბასისგან გაჩანაგებულ კახეთში ან უმეფოდ დატოვებულ ქართლში სამეფო აზნაურთა ფენა გადამწყვეტ როლს ვერ თამაშობდა პოლიტიკურ ასპარეზზე. აქედან გამომდინარე, თეიმურაზ მეფე ქვეყნის შიდა თუ გარე პოლიტიკის წარმოებისას მთლიანად იყო დამოკიდებული სათავადოებზე. ასეთ პატრონყმურ სახელმწიფოებრივ მოწყობას კი მუდამ უწყობდნენ ხელს დომინანტი იმპერიები საქართველოში.
თანაც ქვეყნის ცენტრალიზაციის პროცესს ხანგრძლივი საგარეო მშვიდობა სჭირდება, ხოლო საქართველოს მე-16-მე-17 საუკუნეებში 10 წლეულიც კი არ ჰქონია მშვიდობიანი. პირიქით, ის მუდამ თვითგადარჩენისთვის იბრძოდა. იმ 1620-იან წლებში კი შიდა დაშლილობა საქართველოში ზენიტს აღწევდა და აქედან გამომდინარე არ არსებობდა ქართულ საზოგადოებაში ისეთი გავლენიანი სოციალური ფენა, რომელიც ქვეყანას გააერთიანებდა, ან გაერთიანებისთვის ბრძოლას შეეცდებოდა. საქართველოს ასეთი მდგომარეობა ვინ და გიორგი სააკაძე მან თეიმურაზ მეფემ შესანიშნავად იცოდნენ. ამიტომაც მცდარია ის მოსაზრება, რომ იმ თვითგადარჩენისთვის მებრძოლდა დაგსაქსულ საზოგადოებაში, ვინმე შეეძლო საქართველოს ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ქცევა. გამოიცა გურამ ქართველიშვილის ორი ახალი წიგნი, რომანი კედლები და ისტორიული კრებული რაც იყო. შეძენის მსურველებმა დარეკეთ მოცემულ ნომერზე. მოგვიანებით კათოლიკე მისიონერი დიონიჯო კარლი და პიაჩენცა წერდა: ქართლის, გურიის, სამეგრელოს და სხვა მეფე-მთავრები ბოლოს და ბოლოს ერთმანეთის ნათესავები არიან. ყველა ეს მთავარი რომ შეერთებულიყო ომსა და იერახში გაწვრთნილ ქართველებს, რომელთა ქვეყნის ძალა და სიდიადე იტალიისას არ ჩამოუვარდება, შეეძლოთ სპარსეთისთვის მუშტი ეჩვენებინათ, როგორც ეს მათ არაერთხელ მოუმოქმედებიათ. შაჰ-აბასის მეთოდები ქართველებთან მიმართებაში ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გათიშო ერი ერთმანეთისგან და იბატონო მასზე. არადა თეიმურაზსა და სააკაძეს შორის განხეთქილებიდან ერთი წლით ადრე 1625 წლის 25 მარტს, როდესაც მარტყოფის აჯანყებით გიორგი სააკაძე ქართლის მოსახლეობის აყრის და ირანში გადასახლების შაჰ-აბასისეული გეგმა ჩაშალა, მან თვითონ მოიწვია თეიმურაზ მეფე ქართლში, რომელიც უიმედოდ იდგა გონიოს ციხეში და ოსმალეთის სულთნის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. მოურავმავე შეკრიბა მაშინ სვეტიცხოველში ქართლელი დიდებულები და თეიმურაზის ერთგულებაზე დააფიცა ისინი. ერთობის გასაძლიერებლად კი სააკაძის ინიციატივითვე მოხდა თეიმურაზის ასულის, დარეჯანის და არაგვის ერისთავის ზურაბის ქორწინებაც, რადგან მთიელთა უძლიერეს სამხედრო ძალაზე მდგარი ზურაბ ერისთავი ამ ქორწინებით შაჰ-აბასის წინააღმდეგ მომავალი ბრძოლისთვის უფრო მეტად გააერთგულებინა. მოურავი იმედოვნებდა, რომ თეიმურაზ მეფე, რომელსაც შაჰმა სამეფო გაუპარტახა და დედა და შვილები უწამა, აბასთან ბრძოლაში შეურიგებელი იქნებოდა. მან ისიც კარგად იცოდა, რომ მარტყოფის აჯანყებით თვით უჭკვიანესი და უმზაკვრესი შაჰ-აბასი გადაიმტერა და ზურგის გასამაგრებლად ამიტომაც დაამყარა კავშირი ოსმალეთის სულთანთან მურად მეოთხესთან, რომელიც ირანთან ომში იყო ჩაბმული. ამიტომაც გადავიდა მარაბდის ბრძოლის შემდეგ სააკაძე სამცხეში და ამიტომაც ებრძოდა იქ ყიზილბაშებს ოსმალეთის სასარგებლოდ, რითაც სულთნის ყურადღება უფრო მეტად მიიპყრო. ამით კი ოსმალეთის ვასალებად ქცეულ დასავლეთ საქართველოს მეფესთან და მთავრებთან დაამყარა კავშირი და ზურგი გაიმაგრა. იმერეთის მეფე გიორგის ასულზე ხვარამზეზე მოურავის ვაჟის ავთანდილის ნიშნობაც სწორედ ამ კავშირის შედეგია. მოურავის ასეთი დაახლოება ოსმალეთთან კი თეიმურაზისადმი გაჩენილი ეჭვი იყო, რომელიც ასევე ეჭვით უყურებდა სააკაძის ავტორიტეტის გაძლიერებას. თეიმურაზ კახთბატონი ვერ შეეგუა მოურავის ასეთ გაძლიერებას ქართლში. მას ხომ უშუალოდ გადაგებული ლუარსაბ მეფის და ხორეშან დედოფალი ჰყავდა ცოლად და ქართლის უმემკვიდრეოდ დარჩენილ ტახტზე პრეტენზიას კანონიერად აცხადებდა. არც სააკაძის ოსმალეთთან მეტად დაახლოება მოსდიოდა თვალში, რადგან 12 წლის განმავლობაში ოსმალეთ შეფარებულმა და სულთნისგან დახმარების ამაოდ მომლოდინე თეიმურაზ მეფემ კარგად იცოდა, რომ იმ დროს ოსმალები შაჰ-აბასის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერ იქნებოდნენ საიმედოები. ირანში 14 წლის განმავლობაში ნამსახურ სააკაძეს კი შაჰ-აბასთან კომპრომისზე წასვლის გაგონებაც არ უნდოდა. მით უმეტეს, რომ მარტყოფის აჯანყების შემდეგ ირანის შაჰისთვის მოურავი შეურიგებელ მტრად იყო გამოცხადებული. ამიტომ სააკაძე ხედავდა, რომ შაჰის დასტურით ქართლის ტახტზე გამაგრებული თეიმურაზის მეფობის შემთხვევაში მისი ადგილი ქართლის ასპარეზზე საბოლოოდ დაიკეტებოდა.
აი ეს იყო ძირითადად ამ ორი ეპოქალური პიროვნების დაპირისპირების მიზეზი, რაც მალე სისხლის მღვრელ ომში გადაიზარდა. მათ შორის დაპირისპირებას კი ირანის შაჰი აბასი და ოსმალთა სულთანი მურად მეოთხე რა თქმა უნდა ხელს უწყობდნენ თავისი აგენტების მეშვეობით. რადგან კავკასიის ცენტრად აღიარებულ ქართლზე გავლენის მოპოვება ორივე იმპერიისთვის გეოპოლიტიკურ ინტერესს წარმოადგენდა. მე-17 საუკუნის მიწურულს ოსმალეთის სულთნის კარზე ოფიციალურად შეიქმნა ისტორიოგრაფიის ეგრეთ წოდებული ვაკა-ი-ნავისის თანამდებობა, რომელიც ცნობილმა თურქმა ისტორიკოსმა მუსტაფა ნაიმამ დაიკავა. სწორედ ნაიმამ დატოვა ის ერთადერთი ცნობა, რომელიც გიორგი სააკაძის მიერ ქართლში თავის სახელზე ფულის მოჭრის ფაქტს აღნიშნავს. როგორც ჩანს, მუსტაფა ნაიმას, რომელიც ბაზალეთის ბრძოლიდან 50 წლის შემდეგ მოღვაწეობდა, ხელთ ჰქონდა ძველი საბუთები, რადგან ეს ისტორიკოსი სააკაძის მიერ მოჭრილ მონეტაზე ამოტვიფრულ წარწერასაც ასახელებს, რომელიც ასე ჟღერს: მონა სიწმინდისა მეფისა მოურავ შაჰი. სხვა წყარო სააკაძის მიერ თავის სახელზე ქართლში ზეობისას ფულის მოჭრის შესახებ არ მოიპოვება და თუ მუსტაფა ნაიმას ცნობა სიმართლე შეიცავს, სავარაუდოა, რომ მოურავმა მართლაც მოჭრა მის სახელზე მონეტების მცირე რაოდენობა და სულთანს მიართვა საჩუქრად, რათა ქართლში მისი გავლენიანობისთვის მეტად გაესვა ხაზი. სულთანი ხომ სააკაძისადმი გაგზავნილ წერილებში მას ქართლის მმართველ მოურავ ბეგად მოიხსენიებდა. თეიმურაზ მეფეს და გიორგი სააკაძეს შორის ჩამოვარდნილი მტრობის შედეგად ქართლ-კახეთის დიდებულთა საზოგადოება ორ მოპირისპირე მტრულ ბანაკად გაიყო. სააკაძემ ცალკე თეიმურაზ მეფეს და ცალკე თბილისში გამოკეტილ სვიმონ ხანს, რომელსაც აბასის ფეხთამტრად იხსენიებს მატიანე, ქაიხოსრო მუხრან ბატონი დაუპირისპირა, რომელიც ქართლის ბაგრატოვანთა დინასტიური ხაზის უმცროს შტოს ეკუთვნოდა. მოურავმა ქაიხოსრო ქართლის განმგებლად აღიარა და დიდებულების დიდი ნაწილი მის ერთგულებაზე დააფიცა, მაგრამ რეალური მმართველი თვითონ იყო. ვახუშტი წერდა: დაადგინეს განმგებლად ქართლისად ქაიხოსრო ძე მუხრან ბატონისა ვახტანგისა, არამედ უწოდეს სახელად ოდენ, გარნა იყო მოურავი მოქმედი ყოვლისა და მორჩილებდნენ მას ყოველნი ხმურად. მოურავის მხარეს დადგა ასევე იასექსნის ერისთავი. თეიმურაზ მეფეს მიემხრნენ მისი სიძე, ზურაბ არაგვის ერისთავი და იოთა მამილახვარი. ბერი ეგნატაშვილი ამ განხეთქილების შესახებ გადმოგცემს. ზურაბ ბატონს თეიმურაზს მიუდგა და მოურავი ქაიხოსროს, განმგებელსა ქართლისასა და ქართლის სრულად შემოუყარა ქაიხოსროს მოურავმა და არა მორჩილ ექმნეს ესე ორნი ერისთავი ზურაბ და ამილახორი იოთამ და იყო განდგომილება ურთიერთას შორის. პროექტი არსებობს შემოწირულობების ხარჯზე. თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის ანგარიშზე. ქართველ მთიელთა უძლიერეს სამხედრო ძალაზე მდგარი ზურაბ არაგვის ერისთავი გიორგი სააკაძის ცოლისძმა და ასევე თეიმურაზ მეფის სიძე იყო. მაგრამ მან მოურავსა და თეიმურაზ მეფეს შორის ჩამოვარდნილი განხეთქილებისას თეიმურაზის მხარე დაიკავა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მთის რეგიონებზე გაბატონებულ ზურაბს ქართლის ბარზე გაბატონებაც უნდოდა. არაგვის საერისთავოს კი ქართლის ბარზე გასასვლელად სამხრეთ-დასავლეთიდან მუხრანი ესაზღვრებოდა და სწორედ ამ ტერიტორიის ხელში ჩაგდება იყო მისი მიზანი. მუხრანის მფლობელ ქაიხოსრო მუხრან ბატონს და ზურაბს შორის კი მტრობა იყო უკვე ჩამოვარდნილი და ქაიხოსრო საარაგოს გზას უკეტავდა ბარისკენ. სწორედ ამით ისარგებლა თეიმურაზმა და ზურაბ ერისთავს სააკაძის თავიდან მოცილების შემდეგ სამუხრანოზე გაბატონებას დაპირდა. თეიმურაზის მხარეს დადგა ასევე იოთა მამილახვარი, რომელიც მისი ძმის, გადაგვარებული ანდუყაფა რამელახურის სიკვდილის შემდეგ იჯდა საამილახვროს თავად მმართველად და ქართლზე გაბატონებულ მოურავს არ ემორჩილებოდა. უძლიერეს ზურაბ არაგვის ერისთავთან დაპირისპირებული ქაიხოსრო მუხრან ბატონი, რომელიც სააკაძემ ქართლის გამგებლად აღაზევა, რა თქმა უნდა მოურავს ედგა მხარში. ქსნის ერისთავი ესესაც თავისი ინტერესები ამოძრავებდა, რადგან მას ერთის მხრივ მისი მეზობლის ზურაბ არაგვის ერისთავის შიში ჰქონდა, ხოლო მეორეს მხრივ ამილახვრების, რომლებთანაც უკვე სისხლისმიერი მტრობა იყო ჩამოვარდნილი.
სააკაძე ხვდებოდა, რომ ამ ორი თავადის და მის ირგვლივ შემოკრებილი მოკიდებული კაცების ამარა საამილახვროზე, არაგვის საერისთავოზე და კახეთის მხედრობაზე მდგარ თეიმურაზ მეფესთან ბრძოლა გაუჭირდებოდა და ამიტომაც ითხოვა ახალციხის ფაშა საფარისგან ჯარი, რომელმაც სულთნის დასტურით მოურავს მესხოსმალთა რაზმები მიაშველა. ამ დაპირისპირებაში უმთავრესი მაინც იმერეთის მეფე გიორგის და სააკაძის კავშირი იყო, რადგან თეიმურაზზე გამარჯვების შემთხვევაში მოურავი იმერთა მეფე გიორგი მესამეს მისი ვაჟის ალექსანდრე ბატონიშვილის აყვანასპირდებოდა ქართლის სამეფო ტახტზე. ამიტომ გიორგი იმერთა მეფემ სააკაძეს ზემო იმერეთის ლაშქარი აახლა. ამ დროს ზურაბ-არაგვის ერისთავს კახელმა თავადებმა ამბავი მოუტანეს. შენი ძმა გიორგი ერისთვიშვილი ღალატობს. ქაიხოსრო მუხარან ბატონს ემხრობა და თვითონ უნდა არაგვის ერისთაობაო. გიორგი ერისთვიშვილი ქაიხოსრო მუხარან ბატონის ძმის მარაბდაში დაღუპული თეიმურაზ მუხარან ბატონის სიძე იყო და ზურაბი მის ღალატში დაარწმუნეს. ეჭვებით შეპყრობილმა არაგვის ერისთავმა ძმა შეაპყრობინა და თვალები დათხარა. უკვე 1626 წლის შემოდგომა იწურებოდა, როცა თეიმურაზ მეფე და ზურაბ-არაგვის ერისთავი დუშეთში დადგნენ, სადაც თანდათან იყრიდა თავს საარაგოს, საამილახვროს და კახეთის მხედრობა. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ყიზილბაშთა ჯარის ნაწილებიც. სააკაძეს სამუხრანოს, ქსნის საერისთავოს, მისი მომხრე ქართლის მხედრობით, რომლებსაც მოურავის მოკიდებულ კაცებად იხსენიებენ მატიანეები, ასევე ზემო იმერეთის ჯარით და მეს ოსმალთა მხედრობით მუხრანში იდგა. პირველად იერიში მოურავმა მიიტანა დუშეთზე, რაც ომის დაწყების ნიშანი იყო. საბოლოოდ თეიმურაზის და მოურავის ჯარებს შორის შეტაკება ბაზალეთის ტბის მახლობლად გაიმართა. ჩვენ განზრახ არ ვაცოცხლებთ მხატვრულ სცენებად საქართველოს ისტორიის ამ ტრაგიკულ ფურცელს, მაგრამ ერთი უნდა ითქვას. ქართველებს შორის ბრძოლა იმდენად სასტიკი ყოფილა, რომ ბევრი დაიღუპა. დაუჭრელი კი იმ ომიდან არავინ გამოსულა. ვახუშტის გადმოცემით ბრძოლაში დაიჭრნენ თვითონ თეიმურაზ მეფე და მოურავი გიორგი სააკაძეც. ბაზალეთის სისხლისღვრელ შეტაკებაში გიორგი სააკაძე დამარცხდა და სამცხეში გადაიხვეწა ქაიხოსრო მუხრან ბატონთან და მის მოკიდებულ კაცებთან ერთად. გამარჯვებულ თეიმურაზს ტყვედ ჩაუვარდნენ მოურავის მხარეს მებრძოლი იმერლები, რომლებიც თეიმურაზმა სიკვდილით არ დასაჯა. თითო იმერელ მხედარზე თითო ყური მოაჭრევინა თავის მეომრებს და გაათავისუფლა. ბაზალეთის ბრძოლა ის ეროვნული ტრაგედია, რომელმაც ქართველობისთვის უმძიმეს ეპოქაში ქართლის და კახეთის სამეფოების ერთიან ცენტრალიზებულ სამეფოდ ჩამოყალიბებას დაუსვა წერტილი და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანება 126 წლით გადადო. იმ ბრძოლიდან 400 წელი გავიდა, ხოლო ამ ხნის მანძილზე ბევრი მხატვრული ნაწარმოები თუ სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა ბაზალეთის ტრაგედიას. ზოგში შედარებით ობიექტურად აისახა მომხდარი ამბები, ზოგში ტენდენციურად. ამ 400 წლის მანძილზე საქართველოს თავზე მრავალმა პოლიტიკურმა თუ გეოპოლიტიკურმა ქარტეხილმაც გადაიარა. იმ 1626 წლის შემდეგ საქართველოზე გაბატონებული იმპერიები თუ ხელისუფლებები სათავისო იდეოლოგიისთვის იყენებდნენ ხშირად იმ ტრაგიკულ ამბებს, რომელ ძალასაც თეიმურაზის სახელის განდიდება სურდა, სააკაძის სახელის დაკნინებას ცდილობდა, ხოლო რომელსაც სააკაძის ისტორიული პერსონაჟი სჭირდებოდა იდეოლოგიურ სახედ, თეიმურაზს აყენებდა ჭრდილში. ასეთმა შეფასებითმა სხვადასხვაობამ ქართველ ერში 400 წლის განმავლობაში ვერ ჩამოაყალიბა ერთიანი შეფასება ბაზალეთთან დაკავშირებულ სიმართლეზე. არადა სიმართლის მთავარი მარცვალი იმაში მდგომარეობს, რომ იმ მძიმე ეპოქაში გარეთ უშიდა ძალებმა მოახერხეს თეიმურაზის და მოურავის ამ ორი უდიდესი ეპოქალური პიროვნების ერთმანეთზე გადამტერება და ამით ქართული საქმე დააზიანეს. არადა ბაზალეთის ბრძოლის შემდეგ არც ერთ წყაროში არ იხსენიებდნენ თეიმურაზი და სააკაძე ერთმანეთს აუგად.